ესეც ერთი კვირის შედეგი, ერთი კვირა რაც ჩიტების დაფრთხობა გვაქვს დაწყებული მოცვის პლანტაციაში. მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა წვიმს და არის სიცივე. თუმცა ჩვენი მოცვი კარგად ზნობს თავს. აი ხედავთ, ეს არის შედეგი. არ დაფრინავს არც ერთი ჩიტი, თუმცა იგიდან არის ხოლმე ცდილობები, რომ ჩიტები შემოვიდნენ სადგურში, ჩვენ ხდებით დაცებელი ფრინველებით და ვაფრთხობთ მათ. შედეგს ღებულობთ აი ესეთი ულამაზესი და კარგი კბილი მოცვი. დაზიანება ფაქტიურად არ არის, არ გვაქვს და ძალიან გვახარებს. ესეთი არის მეგობრებო სიტუაცია. მოკლედ კიდევ შემოგთავაზებთ ვიდეოებს, სადაც უფრო დეტალურად განვიხილავთ თუ როგორ ხდება ჩიტების დაფრთხობა. ახლა მიდის მუშა პროცესი. ესეთი თქვენ ხედავთ როგორ ავთხოვს ჩვენი ფრინველი ჩიტებს. გესმით ალბათ პატარა ჩიტების ასე ვთქვათ ხმაური. ეს არის გამოსცემენ ხმებს, რომ არ არის უსაფრთხო ადგილი, დაცებელი ფრინველი დაფრინავს და შესაბამისად სხვა ფრინველებიც ავტომატურად გარბიან. უკვე ჩაწყნარდა ხმაც, იმიტომ რომ ჩიტები უკვე ტერიტორიიდან თითქმის გავიდნენ. აი ხედავთ, აი დავთხა ჩიტი, აი როგორ გარბის ჩიტი ტერიტორიას როგორ ტოვებს. ფრინველი კი მუშაობს. აი ესეთი პროფესიონალთა გუნდი ყავს. და ჩვენ ვემსახურებით არა მარტო მოცვის პლანტაციებს, არამედ სხვა ქარხანა ფაბრიკებს, საწარმოებს, საწყობებს, სადაც არის აი ჩიტების პრობლემა. პროფესიონალურად, უმაღლეს დონეზე და სანახაობრივადაც საკმაოდ საინტერესო სანახავია. მოკლედ კიდევ შემოგთავაზებთ მრავალ საინტერესო ვიდეოს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენა ვართ გუნდი, რომელიც საქართველოში არის პირველი, ესე ვთქვათ, ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ჩიტების დაფრთხობის სერვისი, დაცემლების გამოყენებით. მოგეხსენებათ, ბაზირობა ეს არის უძველესი ტრადიცია, რომელიც 3000 წელზე მეც მოიცავს და უძველესი დროიდან საქართველოში ჩვენ უდიდესი კულტურა ქონდა ბაზირობის, თუმცა დღევანდელ რეალობაში და 21 საუკუნეში ბაზირობა ეს არ არის მხოლოდ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ეს არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ ნადირობის ან კულტურის ნაწილი, დღეს ის გამოიყენება ასევე ფრინველების კონტროლში. რაში გამოიხატება ეს? პირველად ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს, პირველად ეს იყო ჰიტროუს აეროპორტი, სადაც მტაცებელი ფრინველების გამოყენება დაიწყეს ჩიტების დასაფრთხობად აეროპორტში, რადგან საფრთხე იყო იმისი, რომ ჩიტებს დაეზიანებინათ თვითმფრინავები, თუმცა შემდეგ ამ სფერომ უფრო მეტი განვითარება, დაიწყეს აგროსექტორში მისი გამოყენება, სხვადასხვა ესე ვთქვათ ქარხანა ფაბრიკებში, იქ სადაც არ უნდა იყოს ფრინველი, ყველაზე ჰუმანური და ყველაზე ბიოუსაფრთხო ეს არის მტაცებელი ფრინველის დაფრთხობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ვაფრთხობთ ჩიტებს. ეს არის შავარდენი. შავარდენი ზოგადად ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი არსება. და როდესაც ჩვენ ხედავთ პლანტაციაზე იმ ლოკაციებს, სადაც შემოდიან ჩიტები და შემოფრინდებიან ხოლმე და აზიანებენ მოცვს, ჩვენ სწრაფად რეაგირებთ, მოხსნით ჩვენ ფრინველს, ჩვენი ფრინველი იწყებს ფრენას, შესაბამის ესე ვთქვათ
დაძახილით მას ვაკეთებინებთ იმის იმიტაციას, რომ ხდება, ესე ვთქვათ, ნადირობა, თუმცა ეს რეალური ნადირობა არ არის, რადგან ჩვენ მას სპეციალურ ბელოსატყუარაზე, იგივე ფიტულზე უძახით, თუმცა სხვა ჩიტები აღიქვამენ, რომ აქ მტაცებელი ნადირობს, ეს არ არის უსაფრთხო ადგილი და შესაბამისად გადიან ტერიტორიიდან, მიფრინავენ. მოკლედ, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, კომენტარებში დაგვიწერეთ, შევეცდებით მაქსიმალურად რომ გაგცეთ პასუხი და ასევე ჩვენ არა მხოლოდ პლანტაციებში, არამედ სხვადასხვა დაწესებულებებში შეგვიძლია იგივე საქმიანობა განვახორციელოთ, რაც ჩიტების დაფრთხობას შეეხება. მადლობთ ყურადღებისათვის, გთხოვთ გადააზიარეთ ვიდეო და გამოყვებით ჩვენს გვერდზე.